ცვლილებები, რომელიც ყველა ავტომფლობელმა უნდა იცოდეს. მაყუჩი, რომელიც სტანდარტულისგან განსხვავებით მეთხმაურს იწვევს, 200 ლარიან ჯარიმას ექვემდებარება. ესე იგი, ამ სისულელე კანონის გამო, ჩემ მანქანას, რომელსაც ქარხნული გუშიტელი უყენია, დეციბალებს ვერ მეუნებიან და მანქანას მართმევენ. ჩემს ვაკაც დაურეკე, რომ მეთქი მოდი ძამი მეთქი ხამიყოლე და ჩემს ვაკაცაც წაართვეს. გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან ისევ ალექსია და მოგესალმებით ახალ ვიდეოში. ძალიან ბევრი პოსტი დაიწერა, ძალიან ბევრი ვიდეო ვიხილეთ იმისა, როგორ აჩერებენ მანქანებს ამ ჭყალებში ახალი კანონის გამო, აჯარიმებენ, მიყავთ მანქანები საჯარიმო სადგომებზე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა, პირადშიც მომწერა რამდენიმე ადამიანმა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გამეკეთებინა და აი აქ ვართ. ხო და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ჭყალებში ახალ კანონზე, დავფიქსირო ჩემი პოზიცია. ვგრძნობ პასუხისგებლობას როგორც მოქალაქის, როგორც ავტომოყვარულის და რა თქმა უნდა როგორც საავტომობილო კონტენტის შემქმნელ პირს, ეგრე ვთქვათ, content creators, რომ გავაკეთო კომენტარი იმ მოვლენებზე, რომელიც დღეს ვითარდება. ამოვიღოთ ხმა, იმიტომ რომ ჩუმად ყოფნა ესეთ სიტუაციაში ჩემი აზრით არ შეიძლება. რაც შეეხება ამ კანონს. პირველ რიგში რაღაც მხრივ მედიას და ზოგადად სოციალურ ქსელებს ცოტა შეცდომაში შევყავართ, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ ვიხილეთ როგორც ტელევიზიაში, ასევე სადღაც სოციალურ ქსელებში მედია საშუალებების მიერ განცხადებები, რომ რაღაცა ახალი კანონები გამოვიდა, აიკრძალა რაღაცეები და ასე შემდეგ, ადრეც და ეხლაც. მაგალითად, ერთ-ერთი ეგეთი ნიუსი იყო დრიფტის აკრძალვა, ისე ავრცელებდნენ მაგას თითქოს აქამდე დრიფტი დასაშვები იყო და ქუჩაში შეგეძლო ჩვეულებრივად სრიალი და მაგ კანონის დამატების შემდეგ უცებ აიკრძალა რა, თითქოს მაგამდე ჩვეულებრივად შეგეძლო რომ პატრულის ეკიპაჟის წინ გასრიალებულიყავი მანქანით და პატრული ან ტაშს დაგიკრავდა, ან კიდე ქულას დაგიწერდა და გეტყოდა რომ აქ ცოტა უკეთეს ტრაექტორიითი არის და ასე შემდეგ. ხუმრობ რა თქმა უნდა, აქამდეც იყო აკრძალული ვთქვათ დრიფტი და უბრალოდ განაცალკევეს. ანუ ადრე იყო ჯარიმა მანევრირებაზე, რომელიც მე მგონი 50 ლარის ოდენობით იყო. კონკრეტულად მაგ საუბარი 125 მუხლის მე-6 პუნქტზე. ამ 50 ლარიანი ჯარიმის, ანუ მანევრირების პუნქტის გარდა, შემდეგი პუნქტი იყო მე-7. ანუ საავარიო სიტუაციის შექმნა, რომელიც ჯარიმდებოდა 100 ლარის ოდენობით. მაგაში შედიოდა ადრე დრიფტი. და შემდეგ უბრალოდ განაცალკევეს და დაამატეს როგორც მე-17 პუნქტი იმავე მუხლის. მაშინ მედიამ და სოციალურ ქსელებშიც და ტელევიზიაშიც ისე გააშუქა ეგ თითქოს აქამდე დრიფტი შეიძლება და ეხლა აიგრძალა რაც ისულელე უბრალოდ განაცალკევეს. იდეაში ეს კანონი რაზეც არის ეხლა საუბარი, აქამდეც არსებობდა სულ იყო ეგ კანონი, მე ვსაუბრობ 119 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალების თვითნებურად გადაკეთებას, ხო? სულ არსებობდა ეგ მუხლი უბრალოდ 25 ივნისს მოხდა ცვლილების შეტანა. ანუ ოდნავ შეცვალეს ეს უკვე არსებული კანონი. და როგორც დღემდე წერია bpg.gov.gz-ზე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ჩვენ გვაინტერესებს მე-5 პუნქტი. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული ჭყალებში, გადაკეთებულია საწვავის ავზი და აქვე მინდა დავამატო, რომ ყველაზე ირონიული პირველივე წინადადება ჭყალებში, რომელიც ეწერება ამ კანონში. ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა. ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს. ან და ქარხანა დამამზადებლის სტანდარტებს. გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ეგრე ჟღერდა ეგ კანონი აქამდე. იდეაში ახლაც ეგრე ჟღერს. უბრალოდ ყველაზე ირონიულია, როგორც აღნიშნე, ის რომ პირველივე წინადადებად არის დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა. რაც ალბათ საქართველოს გზებზე ძალიან ხშირი მოვლენა არის, იმაზე ხშირი მოვლენა ვიდრე გადაკეთებული მაყუჩები, არაქარხნული მაყუჩები და ასე შემდეგ. და პირველი კითხვა მიჩნდება, რომ გადაკეთებულ მაყუჩებს ამ შემთხვევაში უკვე ხმაურის გამო არა, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც მანქანა ხმაურიანი არ იყო, მაგრამ პატრულის ეკიპაჟს უბრალოდ არ მოეწონა ვიზუალი და თქვა, რომ გადაკეთებულია თვალის საზომით, გადაწყვიტა, რომ მძღოლი უნდა დაეჯარიმებინა და მანქანა გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე. მაგ შემთხვევაში იგივე ლოგიკით თითქმის ყველა მანქანა უნდა ამოწმონ ბუნებრივი აირის სისტემის ქონაზე, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, კანონში პირველივე წინადადებად არის აკრძალული ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟი მანქანაში, ავტომატურად ნიშნავს ალბათ ტაქსების, ძალიან უხეშად რო ვთქვათ, 80%-ის ავტომატურად დაჯარიმებას და საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ხო, ჯერჯერობით როგორც ხედავთ, ვერაფერს ვხედავთ კონკრეტულად მაყუჩების შესახებ. იდეაში აქ ეს ცალკე ისე რაღაცა პუნქტად ან წინადადებად არ ეწერა, მაგრამ თვითნებურად გადაკეთებულად ითვლება მაინც ნებისმიერი მაყუჩის მოდიფიკაცია, ხო? ან ნებისმიერი მანქანის მოდიფიკაცია მსგავსი. ლოგიკურად რომ მივყვეთ. ხო და შემდეგ 25 ივნისს რა ცვლილება იქნა შეტანილი სამართალდარღვევათა კოდექსში, მოდი ახლა წავიკითხოთ. თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული ექნება სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი. კონკრეტულად მაყუჩზე წავიდა საუბარი, როგორც ხედავთ. ამასთან იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო
სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა, რაც მანამდე წავიკითხეთ. გარდა ამისა, დასახელებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. აიკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. როგორც ხედავთ, ყველაზე დიდი ნაწილი არის განკუთვნილი კონკრეტულად თვითნებურად გადაკეთებულ მაყუჩებზე რა. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხედავ რეგლამენტს ან იმ პუნქტებს, სადაც წერია, რომ კონკრეტულად რა თვისებით ან რითი უნდა მივხვდეთ, რომ მაყუჩი არის გადაკეთებული ან ზოგადად რას ნიშნავს თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩი, ხო? პირველ რიგში მსგავსი კანონის არსებობას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ოღონდ ისეთის, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს და დაარეგულირებს, ანუ დაარეგულირებს მოდიფიკაციებს, თუნდაც გამშვების სისტემების, ნებისმიერი სხვა მოდიფიკაციების და ტიუნინგის და არა უბრალოდ ყველაფერს ერთად აისა ჰოპ და აკრძალავს, რაც ჩემი აზრით ძალიან არასწორია. რა თქმა უნდა, იმ ხალხისიც მესმის, ვისაც მანქანები საერთოდ არ აინტერესებს და არ ხიბლავს და შესაბამისად თუნდაც ღამის საათებში წუხდება ამ მანქანების გრუხუნით, მაგრამ როგორც ავტომოყვარულს შემიძლია იმის თქმაც, რომ ნებისმიერი ავტომობილი, რომელსაც არ აქვს ხმა, რაღაც პონჩი არ გააჩნია სული. ძალიან კარგად მიხვდებით, რასაც ვიძახი ხა, ანუ ხმა ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი არის შიდაწვის ძრავის და ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი მოდიფიკაცია არის ხოლმე, რასაც მანქანებს უკეთებენ ავტომოყვარულები, არის გამოსაბოლქვის სისტემების მოდიფიკაცია ან გაუმჯობესება. კი ბატონო, ზოგს გატრუბული აქვს და იმ დონეზე მაღალი ხმა აქვს, რომ ნუ მართლა თავსაგად დღისითაც თავს აგატკიებს, ღამ-ღამე საერთოდ საუბარი არ აქვს. ძალიან კარგად მესმის იმ ხალხის, ვინც წუხდება, მაგრამ იმ ხალხმა რა დააშავა და რა დავაშავეთ, ვისაც გადაკეთებული აქვს და მოდიფიცირებული აქვს გამშვების სისტემა, მაგრამ არ არის ეგეთი ხმა მაღალი. ზოგს პირიქით საერთოდ ძალიან ჩუმი აქვს, ზოგს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს და მაგიტოა გადაკეთებული, იმიტომ რომ ვერ შეულობს ვთქვათ ქარხნულ სისტემას, ზოგს გაუმჯობესებული გამოსაბოლქვის სისტემა უყენია და ნუ ასე შემდეგ. შეიძლება უამრავი მიზეზი იყოს, რატო აქ ამა თუ იმ ავტომობილს არაქარხნული მოდიფიცირებული გამოსაბოლქვის სისტემა. და ახლა მივედით იმ მომენტთან, თუ რატო არის ეს კანონი არასწორი. პირველ რიგში არასწორი არის იმის გამო, რომ არ წერია, არ არის განსაზღვრული, არ არის არანაირი პუნქტები, არ არის არაფერი ჩამოწერილი, რა ითვლება გადაკეთებად, რის მიხედვით ითვლება თვითნებურად გადაკეთებულად გამშვები, სიხმამაღლის მიხედვით, ვიზუალურად, რამდენი ხმირჩახშობის საშუალების ქონა არ ქონით, ფერით თუ ფორმით თუ როგორ უნდა განისაზღვროს თვითნებურად გადაკეთებული. ითვლება თუ არა თვითნებურად გადაკეთებულად კონკრეტული მოდელისთვის შექმნილი ბრენდული გამშვები, რომელსაც აქვს JASMA სერტიფიცირება, ან ნებისმიერი სხვა სერტიფიცირება. თუ კიდე არ იცით JASMA რას ნიშნავს, ან ხსმენიათ სადღაც JASMA და ანუ არ იცით რას ნიშნავს. JASMA არის საერთაშორისო ასოციაციის აბრევიატურა, რომელიც ნიშნავს Japan Automotive Sport Muffler Association, რომელიც იძლევა სერტიფიკატებს ამა თუ იმ მოდელებისთვის შექმნილი გამშვებებისთვის, რომ შეგიძლია ამ გამშვების თქვათ street legal გამოყენება, ანუ ქალაქში მოსიარულე მანქანაზე დაყენება და მაგით გადაადგილება, ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ სიხმამაღლის დონე არ აღემატება დადგენილ ნორმებს, რომელიც ასევე საქართველოში ამ კანონის მიხედვით არ გვაქვს დადგენილი, მაგრამ მაგას მიუბრუნდები კიდე. შემდეგ გამონაბოლქვის მიხედვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ითვლება ეგ თუ არა თვითნებურად გადაკეთებად მსგავსი გამშვების სისტემის დაყენებით. სიხმამაღლის დონესთან დაკავშირებით რა ითვლება დასაშვებად, რა არის დაუშვებელი. მაგალითად, ავიღოთ BMW S60 M5, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი გამშვები აქვს ქარხნულად. რამდენი აქვს მაგას მე მგონი 80 დავგუგლოთ ქარხნული noise limit-ი 95 დეციბელი. ანუ ეგ დასაშვებია თუ დაუშვებელია, რადგან მანქანა ქარხნული არის, ანუ ზოგი მაგალითად სუპერკარი Lamborghini Huracan-ი მე მგონი პერფორმანტა ვერსია საერთოდ 109 დეციბელი აქვს ქარხნული გამშვები და დასაშვებია ეგ თუ არა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა ამ კანონში გაწერილი იქნეს, რა ითვლება გადაკეთებულად, რა შემთხვევაში ითვლება თვითნებურად გადაკეთებულად, რაღაცა კონკრეტული სიხმამაღლის ლიმიტები ყველასთვის ერთს ვერ დააწესებ, იმიტომ რომ ნუ აი ხო შეიძლება კანონში გაიწეროს, რომ 90 დეციბელი იყოს მაქსიმალური, მაგრამ ანუ ავტოსალონიდან გამოყავს Lamborghini ვთქვათ და 109 აქ, ანუ აქ შემთხვევაში რასაკეთებ. ჩემი აზრით, რაღაცა კონკრეტული მანქანების მოდელებისთვისაც არა, ტიპებისთვის თავისი რაღაცა ნორმები უნდა იყოს დეციბელების, მაგალითად, ეგზოტიკური სუპერკარებისთვის რაღაცა 109 თუნდაც, რაც ქარხანა დამამზადებლის მიერ რაც არის მითითებული და როგორიც არის ქარხნულად გამშვები რა. მაგას არ აღემატებოდეს. ან ისეთი რაღაცის მოფიქრებად შეიძლება, რომ რაღაცა კონკრეტულად ღამის ან საღამოს საათებში, ვთქვათ 10-დან ან 11-დან, რომ ხმაური რაღაცა 90 ან 85 დეციბელს არ აღემატებოდეს, მაგრამ მაგას როგორ გაზომავენ ეგ უკვე არ ვიცი, იმიტომ რომ მანქანას თუ ქონდა 95 დეციბელი, შენ რო ჩუმათიარო და გაგაჩერონ და რაღაცა მაღალ აბაროტებზე გაგაზომივნო და 95 აჩვენა და ამ დროს საღამოს
ნორმოს ნორმა იყოს 80, ან მაინც დაჯარიმდები, ასე რომ არ არის ეგეთი მარტივი საკითხი რა. დაფიქრებულად უნდა იქნეს გაწერილი ეგ ყველაფერი. ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ პატრულის ეკიპაჟები წვიტავენ ხა, რა არის გადაკეთებული, რა არის ხმამაღალი და ასე შემდეგ. ყველა პატრულის ეკიპაჟს უნდა კონდეს დეციბელმეტრი, რითითაც გაძომავენ გამშვების ხმაურის დონეს. ამის გარდა, თუ თქვა საპატრულო ეკიპაჟს არა აქვს იმის კომპეტენცია ამ საკითხში, რომ ვიზუალურად რო გაარჩიოს, ან ხმაზე რო გაარჩიოს, ხა ეგ თვითნებურად გადაკეთებულია თუ ბრენდულია თუ ასე შემდეგ. უნდა იქნეს დანიშნული ვიღაცა სპეციალისტები, ვინც ერკვევა ამ საკითხში, რომ ექსპერტის აზრის საფუძველზე და ექსპერტის თვალსაზრისით შემოწმება მოხდეს ეგ ყველაფერი. ნუ მიხვდით, რასაც ვიძახი ახლა რა. ესე უბრალოდ რო აი გამოვიდა კანონი, რომელიც ყველაფერს გრძალავს, მაშინ ბარემ მოდი, ზოგადად მანქანები ავკრძალოთ და ფეხით ვიაროთ. რავი. ზოგი ამის მომხრეც იქნება, რადგან იტყვიან, რომ აი ხო, რაღაცა გარემო ძალიან დააბინძურეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ფეხით ვიაროთ ჯობია. იმიტომ რომ ბევრი აკომენტარებდა და ბევრი საუბრობდა და წერდა, რომ ძალიან კაი, რომ ესეთი კანონი გამოვიდა, რომელიც ყველაფერს აკრძალავს, ეგრეც უნდა ამათ. და რავი, მე მაგალითად რომელსაც ჩუმი გამშვების მქონე მანქანა მყავს, კი მოდიფიცირებული გამშვებია, მაგრამ ჩუმია, მე რა დავაშავე. ვიღაცა ღამის 4 საათზე რომ ვიღაცას აღვიძებს და კორპუსის წინ რო აბღუილებს და ასრიალებს და რავი, აწუხებს ხალხს, მე რა დავაშავე მაგით რა. ასევე ამ კანონშივე უნდა იყოს რეგულაციები ნებისმიერ სხვა მოდიფიკაციაზე, როგორც მაგალითად არის ამ საკითხსაც შევეხები LED ფარების ინსტალაცია, ან ეგრეთ წოდებული ტუმანიკების, ანუ სანისლე ფარების აპგრეიდი LED ნათურებით, რომელიც ნუ აი დღისითაც რო გაბრმავებს და ძირითადად პლუსებს და რაღაცა ფიუჟენებს უყენიათ ხოლმე რა. ეგეც გაკონტროლებული იქნეს, იმიტომ რომ რეალურად ახლო ნათების ნათურის სანაცვლოდ აყენებენ შორი ნათების ნათურას LED-ს, რომელიც ნუ აი, რავი, ჩემი აზრით ეგეც უნდა მაგის რეგულაციაც უნდა იყოს. მე მხოლოდ მივესალმები ისეთ კანონს, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს, რაღაცა რეგულაციები იქნება მიღებული, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა ჩაითვლება დაშვებულად და რა იქნება აკრძალული და ასე შემდეგ. და აი მაგალითის მოყვანა შემიძლია ერთ-ერთი ყველაზე ცივილური ქვეყნის, ჩემი აზრით, ამ დროს რომელშიც ტიუნინგი საკამაოდ გავრცელებული კი არა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში, ანუ იაპონიის მაგალითზე, ასევე ძალიან მკაცრი რეგულაციები და ძალიან მკაცრი კანონები არის მოდიფიკაციების და თვითნებურად გადაკეთებების შესახებ, მაგრამ როგორც ხედავთ, თითქმის ყველა მანქანა, რომელიც იაპონიიდან ჩამოდის, არის რაღაცა სასწაულად გადაკეთებული. ფილმებიდანაც ვიცით, ზოგადად ვიდეოებიდანაც, ინტერნეტიდანაც ყველას გეცოდინებათ იაპონური ავტოკულტურა, თუ ეგეთი მკაცრი არის მან, რანაირად დადიან ეგეთი მანქანებით, ხო? რანაირად დადიან და კი არ გრძალავენ ყველაფერს, ტიუნინგი იგრძალება, გამშვებები იგრძალება, დისკები იგრძალება. არა, აქვთ რეგულაციები, რომ მაგალითად უნდა კონდეს რაღაცა სერტიფიკატი, როგორც მაგალითად არის JASMA Street Legal სერტიფიკატი, რომ ქალაქში შეგიძლია მაგ გამშვების სისტემით გადაადგილება. ასევე კიდევ ერთ-ერთი რეგულაცია, გატრუბული მანქანით გადაადგილება არ შეიძლება და როგორც მინიმუმ ერთი ხმის ჩავსვების საშუალება უნდა ეიყენოს გამშვების სისტემაში, როგორც მაგალითად არის რეზონატორი, ან მაფლერი, საილენსერი, ასე შემდეგ. შეგიძლია ასევე custom გამშვები აწყო, მაგ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული რაღაცა JASMA სერტიფიკატის მქონე რეზონატორები ან მაყუჩები და ასე შემდეგ რა. თქვათ დაუშვით მოდიფიცირებული გამშვებები, ხო? ასევე არსებობს ესეთი გამშვებები, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული დროსელი, ხო? რომელიც იხსნება და შესაბამისად ხმა ეცვლება მანქანას, ან ჩუმი ხდება, ან ხმა მაღალი. ჩემი აზრით მაგაზეც უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული პუნქტი, რომლის მიხედვითაც ეგეც დაარეგულირებს ამას. დაახლოებით იგივე უნდა იქნეს საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოც რაღაც პონჩი ახლოს არის ამ ავტომოდიფიკაციების კულტურასთან. ძალიან გვიყვარს ქართველებს მანქანები, ძალიან გვიყვარს ამ მანქანების გაკეთება, გადაკეთება, გართობა ამ მანქანებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩემი აზრით, უბრალოდ ესე აკრძალვა არის არასწორი. მეტი კონტროლი უნდა გქონდეს ამ ყველაფერთან და ესე უკონტროლოდ არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ რო ვთქვა, რომ საერთოდ წინააღმდეგი ვარ მსგავსი კანონის და ასე შემდეგ, ეგეც არასწორია, რომ ესე ჰერი ჰარალდოზე მიშვება ამ ყველაფრის, რადგან მე საერთოდ განუკითხაობა იქნება, ვინ რა გამშვებით ივლის, ვინ რას უზავს ამ მანქანებს და ასე შემდეგ. ეგეც არასწორი არის. ჩემი აზრით, უბრალოდ ყველაფერი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ნორმები უნდა იყოს, რეგლამენტი უნდა არსებობდეს, თქვათ რაღაცა ამოლოგაციები თუნდაც იყოს აუცილებელი რაღაცა კონკრეტულ ნაწილებზე, ძრავის ნაწილებზე და ასე შემდეგ, ან რაღაცა სერტიფიკატები და ეგრე უფრო სწორი იქნებოდა. და მოკლედ, დღეს ეს ყველაფერი რაც ხდება არის სრული სისულელე, არაფერში არ ჯდება. ძალიან ბევრი წერდა ასევე კომენტარებს, რომ უი რა კაია ეგეთი კანონი მიიღეს და ეხლა მშვიდად დავიძინებთ, ღამე აღარ გაგვაღვიძებენ, ბავშვებს აღარ გაგვიღვიძებენ. ეხლა რეალურად რა ხდება? ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, რომ ისეთი მანქანები დაუჯარიმებიათ, რომელსაც რეალურად მარტო ეგრეთ წოდებული ნასატკები ქონდა შეცვლილი რა. გარემხარე ვიზუალური სილამაზისთვის რა, რაღაც აი პრიუსებზე და მე მგონი ვიღაცას დაუჯარიმეს Ford Fusion-ზე თუ Honda Fit-ზე, ნუ არა აქვს მნიშვნელობა, ეგეთ შემთხვევაც იყო რა. ეხლა აქ რა ხდება რა? პირობითად მოდი ავიღოთ რაღაცა თქვა ამერიკული muscle car-ი, დიდი მოცულობის 8 ცილინდრიანი
მანქანი ძრავის მქონე თავისი ქარხნული გამშვებით, მაგრამ ამ მანქანის გამშვებს ჰქონდეს რაღაცა 130 დეციბელი პირობითად ვიძახი რა. კანონმდებლობის მიხედვით საპატრულო ეკიპაჟს არ აქვს არანაირი უფლება დააჯარიმოს ამ მანქანის მძღოლი კანონით თვითნებურად გადაკეთებას ითვალისწინებს და დეციბელებზე და ნორმებზე არაფერი არ ეწერა, როგორც წავიკითხეთ რა. და ამ დროს ვიღაცა, თქვათ, იგივე ავიღოთ ვიღაცა პრიუსით დადის, ჩუმი და რაღაცა პროსტა სილამაზისთვის რაღაცა ნასატკა კონდეს დაყენებული, ხო? დააჯარიმებენ, წაართმევენ მანქანას და რეალურად არაფერი არ შეიცვლება თქვენთვის. ისევ ის ტიპი მამაღალი რაც ყავს, ისევ შენი ფანჯრის წინ იგრუხუნებს ღამე და ისრიალებს და ვერაფერს ვერავინ ვერ ეტყვის და ვერ უზავს, ვერც პატრული და ნუ იდეაში ეხლა ისეთი შემთხვევებიც იყო, რომ ქარხნული გამშვებებითაც გაუჩერებიათ და წაუყვანიათ. ზოგადად ვიძახი რა, კანონის მიხედვით ეგრე არის. მოკლედ არ ვიცი, რამდენად საკმარისია ის ბაზა, ის პლატფორმები, ის გამომწერები, რაც გამოჩნია იმისთვის, რომ ვინმესთვის ან რამესთვის მივაწვინონ ჩემი ხმა, მაგრამ მე მაინც ჩემი აზრი გამოვხატე. იმედია ვინმემდე მივა, ვიღაცას დააფიქრებს, ვიღაცას შეაცვლევინებს აზრს. მე სამწუხაროდ არ შემიძლია არაფრის ორგანიზება და არაფრის შეცვლა. ერთადერთი რაც შემიძლია რაღაც აზრი გამოვხატო და მოუწოდო იმათ, ვინც ეს კანონი მოიგონა და დააწესა, რომ დიალოგზე წამოვიდნენ და რაღაცა ერთად შევცვალოთ, რაღაცა რეგლამენტი გავწეროთ, ვიფიქროთ ამ კანონზე, როგორ გავაუმჯობესოთ ისე, რომ ავტომოყვარულებსაც მოერგოს და ამ დროს ჩვეულებრივ ხალხსაც ვინც წუხდება, თქვათ, მაურით და სხვა რაღაცეებით, რაც მანქანები წარმოქმნის, რომ ყველა ერთად ვიყოთ და არა ისე, რომ აი ყველაფერი ავკრძალოთ და იყოს მერე ესეთი ამბავი. ხო, კიდე ერთი კარგი რაღაცა მოხდა, სანამ ამ ვიდეოს წერ, პატარა სიახლე გვაქვს. სანდრო ხეროდინაშვილმა დაპოსტა, მე მგონი კიდე ნიკას ავტობლოგმა, რომ როგორც იქნა რაღაცა გამოხმაურება მოყვა მთავრობის მხრიდან და პოლიციის მხრიდან. აყუჩის კანონებზე კარგი სიახლეები გვაქვს, ხვალ ხვდებით. ამ კანონის შემქმნელებს, ანუ საპატრულოს მხრიდან არის ერთი პიროვნება, არის პარლამენტის მხრიდან და კიდე რამოდენიმე ადამიანი, ვინც უშუალოდ ამ კანონზე მუშაობდა და სრულიად ადეკვატურ ფორმატში ჩვენ გაველაპარაკებით აუხსნით ჩვენი მხრიდან, რა ხდება ჩვენი მხრიდან, როგორ ისმის ეს კანონი და სხვა შორის ძალიან გამიხარდა, რომ ანუ ეს ინიციატივა მათ გამოიჩინეს და რაღაც ყოველგვარი გაწელვების, გულისხმობ დროში გაწელვების და პრობლემების გარეშე გვაქვს შეხვედრა, რომ მოგვისმინონ და ჩვენი სათქმელი ვთქვათ და მე რაღაცაზე შევჯერდეთ ერთად რა. იმ თემასაც ალბათ გავაჟღერებ, რომ ალბათ არა, უეჭველი გავაჟღერებ, ვინც უკვე ამ კანონის ბნელ მხარეში მოხვდა და ვისაც უკვე მანქანა წაართვეს და საავტომობილო ფედერაციასთან ერთად რაღაცა შეხვედრა ჩაინიშნა ხვალ, ანუ დღეს არის 17, ხვალ არის 18 ივლისი, დრო ზუსტად არ ვიცი სამწუხაროდ. მოკლედ ჩაინიშნა შეხვედრა, სადაც ისაუბრებენ ამაზე, განიხილავენ ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. მე მან რამდენად შუაში ვარ არ ვიცი, მაგრამ კარგი იქნებოდა მეც რო შემეძლოს და ზოგადად საავტომობილო კომიუნიტის წარმომადგენლებს და ასევე კონტენტ კრეატორებს რომ შეეძლებოდეთ ამ შეხვედრაზე დასწრება, ძალიან მაგარი იქნებოდა. ნუ სამწუხაროდ მე ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია ყველაფერზე არ მაქვს, ვეცდები რომ რაღაცა ინფორმაცია მოვიპოვო. სავარაუდოდ ეს ვიდეო რო გამოვა 18 ივლისი იქნება უკვე. და ასევე როგორც ვიცი, მე მგონი ყველამ ვიცით უკვე რომ 20 ივლისს რაღაცა აქცია იგეგმებოდა რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ. რა ვიცი, ვისაც გული შეგტკივათ, შეგიძლიათ მიხვიდეთ. და იმედია ყველაფერი ორგანიზებულად, მშვიდობიანად და კარგად იქნება. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ვიდეოებს რაც შეეხება, ძალიან მალე იქნება ახალი ვიდეოები, კანონის გამო შემიფერხდა რაღაცეები, იმის გამო რომ უკვე ვაპირებდი მანქანის მოდიფიკაციის გაგრძელებას და გამოყვანას, მაგრამ სამწუხაროდ ნუ აი ეს პლუს ეს კანონი პლუს სხვა რაღაცეები მოხდა კიდე ასე შემდეგ. მოკლედ, შემდეგი ვიდეო იქნება უკვე გაჩვენებთ რა ჭირს მანქანას, რატო არ გამომიყვანე ამდენი ხანია, რატო დგას 1 წლის განმავლობაში, რატო არაფერს არ ვდებდი, მაგ ყველაფერზე ვისაუბრებ, გაჩვენებთ დეტალურად და ასე შემდეგ, როგორც ჩვენ გვიყვარს ხოლმე გრძელი ვიდეო. და იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება როგორც ავტომოყვარულების სასიკეთოდ, ასევე ჩვეულებრივი ხალხის, ვისაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ავტომობილებთან და ინტერესი არ აქვს, მაგაც სასიკეთოდაც, ყველა სასიკეთოდ. იმედია რომ ეგრე მოგვარდება და ზოგადად ყველაფერი კარგად დასრულდება. მოკლედ, სულ ეს იყო ამ ვიდეოსთვის, მადლობა რომ უყურეთ ამ მომენტამდე, ანუ ბოლომდე. რავი, შეგიძლიათ დაალაიქოთ ეს ვიდეო, თუ გინდათ ნუ დაალაიქებთ, თუ გინდათ გამოიწერეთ არხი, თუ გინდათ არ გამოიწეროთ, ეგეც თქვენი გადასაწყვეტია, არავინ არაფერს არ გაძალებთ. ისეთი კომენტარები იწერებოდა ლაიქებთან და subscribe-ებთან დაკავშირებით, რომ ძალიან ისე ვარ უკვე მეშინია რამის თქმა. მოკლედ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, რომ თუ მე თანხმებით შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს ვიდეო თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, რავი, გარშემოყოფებს, რომ იცოდნენ ამ პრობლემის შესახებ და იცოდნენ რას დაუჭირონ მხარი, რა ხდება ამ კანონის გარშემო სინამდვილეში და რა უნდა შეიცვალოს და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს და მე კიდე გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, რომელიც ძალიან მალე გამოვა. შეიძლება რამდენიმე დღეშიც კი. თუ რამე საინტერესო იქნება კიდე ვიდეოს სახით დაგიბრუნდებით და ახლა კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. მოკლედ, ხო, სია.